მადლობა მოწვევისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. ეს იყო უკრაინის დიპლომატიის ერთგვარად გამარჯვება, იმიტომ რომ რუსეთისთვის იყო ერთი რამ მნიშვნელოვანი. რუსეთს უნდოდა ამ შეხვედრამდე რომ მოლაპარაკებები ჩაშლილიყო, რომ უკრაინის მხარეს დაბრალდებოდა ეს მოლაპარაკებების ჩაშლა და საქმე არ მისულიყო ტრამპი პუტინის კიდევ ერთ სატელეფონო ზარამდე. ამიტომ ეს იყო, ასე ვთქვათ, საუკეთესო სცენარი რუსეთისთვის. უკრაინისთვის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს არ დაეშვათ არავითარ შემთხვევაში. ამიტომ რომ რეალურად გააკეთეს ეს დათანხმდნენ ამ ერთ თვიან 30 დღიან ასე ვთქვათ ცეცხლის შეწყვეტაზე. ასევე ისევ დააბრუნეს დღის წესრიგში შეთანხმება მინერალების შესახებ და ზოგადად გამოიყენეს ჯედაში ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ეს პრობლემები, რომელიც წარმოიქმნა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, რაღაცნაირად გადაეფარათ. ამიტომ ეს ყველა, ასე ვთქვათ, მიზანი შესრულებულია. რუსეთის მხარეს არის, ახლა ამერიკელები უნდა წავიდნენ რუსეთთან და იგივე, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების ტექსტი ან შედეგებზე ესაუბრონ. რუსეთისთვის საკმაოდ რთული იქნება პირდაპირ უარის თქმა და ასევე თანხმობაც რეალურად ჩემი აზრით გამორიცხულია, იმიტომ რომ რუსეთისთვის არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზავება, ასე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს რუსული პირობებით და არა იმ პირობებით, რომელსაც სხვა შესთავაზებს მას თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები და ტრამპი. ამიტომ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ ალბათ რუსეთი არც კი სიტყვის არც არას. მან ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა, ეს ვთქვათ, ინტერპრეტაციის თემა ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს. ვერ იქნება, მაგრამ ნახეთ, ამ შეთანხმების შედეგად რეალურად პირდაპირ მოყვა კონკრეტული ნაბიჯები, აღდგა სამხედრო დახმარების მიწოდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ინფორმაციის გაცვლა. ერთ-ერთი რასაც ჩემი აზრით აუცილებლად მოითხოვს რუსეთი არის ის, რომ იარაღის მიწოდება შეუწყდეს უკრაინას. საერთოდ ამ თელს ასე ვთქვათ კონტექსტში რუსეთისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის უკრაინის დემილიტარიზაცია. ამაზე ნაკლებად მიდის საუბარია რაღაც ტერიტორიულ დათმობებზე. ეს იყო, ასე ვთქვათ, ის ნიშნებიც, გზავნილები, რომელიც გავიგეთ ჯედადან თუნდაც ამერიკელების მხრიდან, რომ ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა 2014 წლის ასე ფარგლებში, მაგრამ ჩემი აზრით რუსეთისთვის ტერიტორიული ომი დაპყრობითი ომი არის უფრო ფართო არატერიტორიული მიზნების მიღწევის გზა და საშუალება და არა საბოლოო მიზანი. და ერთ-ერთი მიზანი არის უკრაინის განეიტრალება, როგორც შესაძლო დამაბალანსებელი ძალის რეგიონში და დემილიტარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს არის ის თემა, რომელსაც აუცილებლად ყოველთვის დაუბრუნდება ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ რანაირად გააკეთებს ამას რუსეთი, მაგრამ ეს იქნება ესე ვთქვი ყველაზე რთული გადასაწყვეტი. ამავე დროს ევროპისთვის ამის დათმობა, უკრაინას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ეს იქნება წარმოუდგენელი, მაგრამ ასევე ევროპისთვისაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ დღეს ისე განვითარდა მოვლენები, რომ ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება არის ძალიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ამიტომ უკრაინის დემილიტარიზაცია რეალურად ნიშნავს ევროპის თავდაცვის მოშლასაც. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც გაუგებარია რამდენად შეიძლება იმედი ქონდეს ევროპას ნატოსი, ამერიკის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ.
ამიტომ ეს თემა იქნება ძალიან რთული გადასაწყვეტი. კი ბატონო, რის იმედად უნდა იყოს უკრაინა ამ პროცესში, იმიტომ რომ ტერიტორიულ დათმობებზე მას მიანიშნებს შეერთებული შტატები, თუ ის მოახერხებს რუსეთთან, ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციის მიწოდებას შეხვედრის შესახებ და შემდეგ რაღაც ტიპის დათმობებზე, ასე ვთქვათ, წამოყვანას რუსეთისაც, ანუ დიდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადების პროცესში, რისი იმედი უნდა ჰქონდეს უკრაინას, შეერთებული შტატები, რომელიც ამ შემთხვევაში მოსწონს არ მოსწონს მისთვის ომისთვისაც და მშვიდობისთვისაც ეხლა მთავარი მოკავშირეა ომის სცენარის ან მშვიდობის სცენარის შემთხვევაშიც, ვიდრე ევროპა რაღაც ტიპის, ვთქვათ, გამოძებნამდე და რეალობის მორგებას უფრო აქტიურად დაიწყებს. ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს, მოკლედ უკრაინისთვის კარგი სცენარი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ტერიტორიული დათმობა როგორც რაღაც სავალდებულო თუ გამოუვალი ამ პროცესში ასე განიხილებაა შეერთებული შტატების მხრიდან და მართლაც ფრონტზე ასეთი მოცემულობაა, როგორიც არის დაპყრობილი ტერიტორიების ტერიტორიული საკითხი იქნება ის, რისი დათმობა ალბათ მოუწევს უკრაინას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რა ტიპის იქნება, როგორი იქნება ჩანაწერი და რა ტიპის დათმობაზეა საუბარი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უკრაინამ ტერიტორიული დათმობა, ასე ვთქვათ, იურიდიულად გააფორმოს და მართლაც გადაულოცოს, ასე ვთქვათ, რუსეთს ის ტერიტორიები, რომელიც აბა სამშვიდობო შეთანხმებისთვის რას იზამს? თითქოს არ შეიმჩნევს, რომ ამაზე ხელი მოაწერა? ეს იქნება ფაქტობრივი დათმობა, მაგალითად არსებობს ამისი პრეცედენტები ბალტიისპირეთის ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ არასოდეს არ ყოფილა აღიარებული რეალურად დასავლეთის მხრიდან. მაგრამ ფაქტიურად, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირად და აღიქმებოდა როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, მაგრამ იურიდიულად ეს არ იყო ასე გაფორმებული. ალბათ დაახლოებით ასეთი ტიპის შეთანხმებაზე იქნება საუბარი, მაგრამ საუკეთესო სცენარი აქ ამაზე შეიძლება წავიდეს უკრაინა რაღაც დროებით დათმობაზე, მაგრამ ამის საპირწონოდ მნიშვნელოვანია მიიღოს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები. ნატოს გაწევრიანების თემა არ მგონია, რომ იყოს რეალისტური, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ვაშინგტონიდან რაც ისმის, ამის სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს. ამიტომ მას დაჭირდება სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები. რეალურად ნატოს გარდა არსებული არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ არის გარანტირებული, ასე ვთქვათ. მოსკოვის პოზიციაც გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში ისინი ძალიან ხმამაღლა და ღიად ამბობენ, რომ არანაირი ასეთი ტიპის ჯარების განთავსება აქ არ იქნება. სამშვიდობო ძალების აკვიატებული იდეა ძალიან მაოცებსო, ლავროვის კომენტარი იყო. დიახ. რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება ამის მიღება, ლავროვმა გასაგებად განმარტა, რომ თუ ნატო მიუღებელია, უკრაინა ნატოში მიუღებელია რუსეთისთვის, ნატო უკრაინაში რატო უნდა იყოს მისაღებიო რეალურად, თუ იქნება ევროპული ჯარები, სამშვიდობო ჯარების მანდატით ან რაღაც სხვა მანდატით. ეს სერიოზული დათმობა იქნება რუსეთის მხრიდან. მაგრამ თუ საუბრობთ უკრაინისთვის, ასე ვთქვათ, საუკეთესო სცენარზე, საუკეთესო ტერიტორიული დათმობა არ არის, საუკეთესო ომის მოგება, მაგრამ არა გვაქვს დღეს ესეთი მოცემულობა. აქ მთავარი იქნება შეიარაღების გაგრძელება, ყველანაირ დემილიტარიზაციაზე საუბრის მოხსნა, ნებისმიერ არჩევნებზე საუბრის მოხსნაც ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ეს არის შიდა თემა, რომელიც არ უნდა განიხილებოდეს აქ, მაგრამ ეს არის ის, რაც რუსეთს სურს, დემილიტარიზაციის გარდა ასევე რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ იქ უნდა პრორუსული რეჟიმი რეალურად კიევში. ესეც არ უნდა განიხილებოდეს. ხელისუფლება იქნება ის, ვისაც აირჩევს, ხო? ხო, მაგრამ არჩევნები რუსეთს უნდა იმისთვის, რომ ჩაერიოს და მე იქ შესაბამისი შედეგიც. ახლა ამ მოცემულობაში უკრაინის არჩევნებში როგორ შეიძლება ჩაერიოს?
ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს ამისთვის. უკრაინაში საკმაოდ რთული სიტუაციაა, თუნდაც მოლოდინები ძალიან რთულია, ძალიან მაღალია იმედგაცრუებაც დასავლეთის მხარდაჭერისგან. ხო და ამიტომ ამბობ, ეს მოცემულობა მოიტანს თუ მოიტანს იმ ტიპის ლიდერს, რომელიც შეიძლება ვთქვათ კი, და ამას გამოიყენებს რუსეთი. ანუ ამისი იმედი აქვს, მაგრამ აქ თქვენ მაშინ აღნიშნეთ, რომ აი სანამ ევროპა აზრზე მოვა, ამერიკა მაინც გადამწყვეტია, მართალია, მაგრამ მე მგონი საკმაოდ მობილიზებულია დღეს ევროპა და ევროკავშირი არა მხოლოდ, ბრიტანეთიც ძალიან აქტიურად არის ჩართული, მობილიზებულია, იმიტომ რომ არის სრული გააზრება იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის ის, რაც გადაწყდება უკრაინის ომის გარშემო. ამიტომ აქ ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, ეს იქნება სამშვიდობო ჯარი თუ იქნება რაღაც სხვა მოდელი, ამისი არ ვიცით, ჯერ ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. არ მგონია რუსეთი ამაზე დათანხმდეს, იქ გააჩნია რა წნეხის ქვეშ მოექცევა რუსეთი, ამიტომ ჯერ რეალურად ყველაფერი იწყება, მაგრამ აი ამ ნაბიჯზე, ამ ეტაპზე მე მგონი უკრაინამ ასე ვთქვათ, ტაქტიკურად კარგი სვლა გააკეთა და პირობები გაიუმჯობესა დღესდღეობით. იქ კურსკში მიდის ახლა სერიოზული ბრძოლები. მე როგორც ხედავ უკან იხევს უკრაინა, ესეც რუსეთისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ არის საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე და ამ ხაზის გაყინვაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ რუსული ტერიტორიის დათმობაც უწევს, ასე რომ ძალიან ჩქარობს ახლა რუსეთი იმისთვის, რომ კურსკის რეგიონი უკან დაიბრუნოს. კი ბატონო, ვილაპარაკოთ ახლა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ამ ფაქტორებზე, რომელსაც ოცნება იყენებს, რა თქმა უნდა, იმის სათქმელად, რომ ის მართალი იყო, ამ ტიპის რიტორიკით ცდილობს აუხსნას საზოგადოებას, როგორი მართალი იყო, რომ ვთქვათ, არ წამოეგო პროვოკაციას, ომი არ დაიწყო, აი ნახეთ რა ხდება და ასე შემდეგ. უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთანაც აქვს სახვეწარი ადგილი, იგულისხმებოდა კიევი, ვაშინგტონი, მოსკოვის დელეგაციების პირველი შეხვედრა და ასე შემდეგ, მაგრამ არც ისე ეს თქვათ დიდი არც სრულყოფილად არ აქვს ახლა ეს თემა ატაცებული, იმიტომ რომ იქ მეგობარი აქტია დაინიცირებული, რაღაცები არ იციან როგორ მოხდება, ამიტომ deep state-ი, რომელიც არ არის ნახოთ სიტუაცია გვაჩვენებს, მას ამარცხებს თუ არა ტრამპი, ამ ტიპის განცხადებებით ცდილობენ, ეს თქვათ, წინასწარ გააკეთონ ვაითუ სხვადასხვა სცენარისთვის მოკლედ ემზადებიან. თქვენ როგორ უყურებთ ამ ფაქტორებს საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის? ხო, ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად ის არ არის მნიშვნელოვანი, როგორ განვითარდება უკრაინის თემა, მაგრამ მნიშვნელოვანია ძალიან რა თვალით შეხედავს ტრამპი ქართულ ოცნებას. ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობენ რაღაც გზავნილები გააგზავნონ, საუბრონ იმაზე, რომ აქვთ ღირებულებრივი თანხwebdriver, რომ აი ეს deep state-ზე საუბარი ყველად არ მოხდა თუ დააკვირდით ეს გლობალური ომის პარტია, უცებ შეიცვალა deep state-ით ამ დისკურსში, ხო, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ რაღაცნაირად მოხდეს გზავნილების გადალაგება ტრამპის გზავნილებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა. რეალურად არ არის ცალსახად საქმე, მართალი ბრძანდებით, ისინი აკვირდებიან შესაბამისად როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაფერი შეიძლება ტრამპი ძალიანაც გაბრაზდეს რუსეთზე, თუ არ გამოუვიდა ის რისი იმედიც აქვს. და აქ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების
ბალანსი, ფლირტი რუსეთთან ძალიან ცუდად გამოჩნდეს. ფაქტია ის შეხვედრა, რომელიც თქვენ ახსენეთ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და თუნდაც სატელეფონო საუბარი, სადაც უკრაინა და არც ევროპა არ იყო ჩართული, ის არ ეხებოდა მხოლოდ უკრაინას. ის ეხებოდა უფრო ფართო ურთიერთობებს, რა თქმა უნდა. ფართო თემებს, იქ იყო საუბარი ალბათ ჩინეთზე, იქ იყო საუბარი ირანზე და ასე შემდეგ. აქ ეს ორივე თემა ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისთვის და აქაც ქართული ოცნების პოზიციები არ არის ძლიერი, ირანზე ვიცით, ჩინეთზეც ვიცით. ამიტომ ჯერჯერობით ერთადერთი რაც შეუძლიათ არის ეს დისკურსული თანხwebdriver წარმოაჩინონ. მეგობარი აქტი არასასიამოვნო ამბავია, რა თქმა უნდა, ისიც არასასიამოვნოა, რომ ისევ დაბრუნდა, ისევ დაიძრა ეს თემა და ახლა ორი არა მხოლოდ ორპარტიული, არამედ ორკამერული, ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს, სენატიც განიხილავს ამ აქტს და უნდა შევხედოთ, ექნება ამას ასე ვთქვათ დაიძრება წავა წინ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დაბრუნდა დღის წესრიგში, რაც ასევე არ არის ალბათ სასიამოვნო განვითარება. ამიტომ ჯერჯერობით თუ თავიდან, ყოველ შემთხვევაში ამ USAID-ის დახურვის რეალურად და გადაფასების შედეგად ქართული ოცნება ალბათ თავს გრძნობდა უფრო მდგრად თავის ასე ვთქვათ პოზიციებზე და ამბობდა, რომ აი დაახლოებით იგივეს საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე არ არის, მაგრამ ადვილია ამის ასე თუ ზოგადად წარმოჩენა. დღეს სიტუაცია სხვანაირია და საერთოდ ყოველ დღე იცვლება ყველაფერი, ამიტომ ძალიან რთულია განსაზღვრო პოზიციები ამ ეტაპზე, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი წინაა. ქართული ოცნების გეგმები მაინც როგორ ფიქრობთ, აწყობილია ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე და იმ კონტექსტზე, რომელიც იმ მათთვის სასარგებლოზე, რომელიც შეიძლება ამ შეხვედრამ მოიტანოს, ანუ აქ ამაზე აქვთ აგებული თუ ეს რაღაც ჰიპერბოლიზება? მე საერთოდ ასე მგონია, რომ ქართულ ოცნებას ძალიან აწყობს ის, რომ მოხდეს ეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა და მოხდეს რეალურად ეს მეორე იალტა, ანუ გადანაწილება მსოფლიოსი, სადაც საქართველო ისე სადაც მას უკვე ოფიციალურად მიანიჭებენ იმ ადგილს, სადაც ის იქნება, მაგრამ რეალურად იყვიან, რომ კარგი წაიღე რა, ეს შენია, ეს შენი ასე ვთქვათ გავლენის სფეროა. და ამას გააკეთებს ამერიკა. ეს უნდა სწორედ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ მაშინ მოტრიალდება და იტყვის, რომ მე ეს ვიცოდი, ეს იყო გათვლა და უფრო ადვილია გამართლება იმ პოლიტიკის, რომელსაც ის აწარმოებს. ეს იქნება ოპტიმალური რეალურად ქართული ოცნებისთვის, მაგრამ არ ვიცით ეს ასე მოხდება თუ არა, ეს იქნება ძალიან რთული და ძალიან ცუდი და ტრაგიკული ქვეყნისთვის. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს, ნატა, ასეთი პერსპექტივა შეიძლება იმ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან გავლენის სფეროებზე, ამ დროს არ ექნება მნიშვნელობა აქ ივანიშვილის ტიპის ხელისუფლებაა თუ მაგალითად არ ვიცი ვინმე ეს თქვა მკაფიო პროდასავლელი ლიდერი, ანუ ამ ტიპის განსხვავებებს ეს არ იგულისხმებს ეს გადანაწილება. რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისტორია პირდაპირ არასოდეს არ მეორდება, ანალოგიები მეორდება და გასაგებია ამ იალტის ანალოგიაც, მაგრამ ასე რუსეთი ვერ აღიდგენს თავისი გავლენის სფეროს ზუსტად ისე, როგორც მას ეს ჰქონდა. არა იმიტომ, რომ დასავლეთი შეეწინააღმდეგება ამას, როგორც ვთქვათ, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ თავად ამ გავლენის სივრცეში, ამ ასე ვთქვათ, ახლო სამეზობლოში, როგორც თვითონ ამას ამბობდა, რუსეთის გავლენა უკვე არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო, არ არის ისეთი ჰეგემონური, როგორც ადრე იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ძლიერი. თუნდაც კავკასიაში აქ ახალი მოთამაშეები არიან, ახალი არ არიან, მაგრამ უფრო ძლიერი პოზიციებით. ეს არის თურქეთი, ეს არის აზერბაიჯანი, რომელიც არის ძალიან გაძლიერებული აზერბაიჯანულ-თურქული წყვილი ერთად აბალანსებს რუსეთს.
ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება უკრაინის ამბები და დარჩება თუ არა უკრაინა თუ განვითარდა როგორც ევროკავშირის ნაწილი, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც ძლიერი სახელმწიფო, რომელიც რეალურად შავ ზღვაში დააბალანსებს რუსეთს, აქ ისეთი ჰეგემონია, რომელიც მას სურს, უბრალოდ ვერ აღდგება. ამიტომ ამ სიტუაციაში რა ტიპის მმართველობა იქნება საქართველოში მნიშვნელოვანია ასევე ამერიკისთვისაც. თუნდაც ეს გადანაწილება სფეროების გულისხმობს გაუთავებელ კონკურენციას. ძალთა ბალანსი არ იქნება გაყინული, ვერ იქნება, იმიტომ რომ სხვა მსოფლიოა. ამიტომ ყოველთვის იქნება ცვლილება, ყოველთვის იქნება კონკურენცია და ეს ნიშნავს, რომ ამ კონკურენციაში გინდა რომ გაიმარჯვო. ამიტომ აქ ამ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, აქ თუ იქნება ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც რეალურად ქვეყანას წაიყვანს არა დასავლეთისკენ და თუნდაც შეიძლება არც კი რუსეთისკენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთისკენ, იმიტომ რომ ესეც ახალი მიმართულებაა, რომელიც დღეს ჩანს კავკასიაში, ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დანაკარგი იქნება. იგივე ახმოვალო აღმოსავლეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, ირანის პოლიტიკიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან რთული პროცესებია და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის დემოკრატიის განვითარება არ არის წამყვანი პრიორიტეტი. თემა ქვეყანასთან პარტნიორობისთვის, კი ბატონო. ეხლა პირიქით ალბათ რაღაც ავტორიტარები შემოდიან მოდაში, ასეთ ტრენდი ჩანს ყოველ შემთხვევაში. მოდაში არა, მაგრამ ტრამპისთვის ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოსთან მუშაობა თუ ეს მის ინტერესებში შედის, მაგრამ რა ინტერესი შეიძლება კონდეს აქ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს გარდა იმისა, რომ ეს იყოს დემოკრატიული და პროამერიკული და პროდასავლური სახელმწიფო. ისე დიდი ინტერესი არ არის. მაშინ საქართველო იკარგება სწორედ აი ამ სხვადასხვა მოთამაშეების სივრცეში რეალურად უკვე დაკარგული აქვს თავისი პოზიციები, შესუსტებული აქვს საგრძნობლად. რეალურად არავის აღარ ახსოვს საქართველო არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან. არ ვიცი, ეს შეიძლება ასევე პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, კავკასიაში, აი ამ ფრაგმენტულ სივრცეში ყველას ყავს მოკავშირე საქართველოს გარდა. დღეს არის ესეთი მდგომარეობა. ეს პატარა და დაუცველ ქვეყანას და გაიძახიან რომ ომისგან დავიცავითო, უკიდურესად რთულ პირობებში აგდებს. შეიძლება მას იმ ტიპის მოკავშირე ყავს, რომლისგანაც მთავარი საფრთხის წყაროა და არ არის, რუსეთი ვერ იქნება საქართველოს მოკავშირე ისე როგორც არის ბელორუსის მოკავშირე. რეალურად არ აქვს მოკავშირე. კი ბატონო, ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმება ამ ხრივ არანაირი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სტრატეგიული შეთანხმება კი მნიშვნელოვანია. ესეც აი ამ, ასე ვთქვათ, ფრაგმენტაციის ნაწილია. ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ძლიერდება და ქართული ოცნება ალბათ ფიქრობს, რომ ჩინეთით შეძლებს რუსეთის დაბალანსებასაც და რუსეთთან, ასე ვთქვათ, საფრთხისაც შეკავებასაც და დაბალანსებასაც. ჯერჯერობით ჩინეთი არ არის ძალიან ძლიერი. ჩინეთი აქ არ გააკეთებს არაფერს, რომელიც რაც შეიძლება რუსეთს აღიზიანებდეს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ჩინეთის გავლენა და ინტერესი ბევრად უფრო დიდია ახლო აზიაში. და შევხედოთ, მაგრამ ჩინეთი ფაქტორია და ისიც ფაქტორია, რომ ქართული ოცნება ცდილობს დააკომპენსიროს თავისი იზოლაცია, დააკომპენსიროს ურთიერთობების გაფუჭება დასავლეთთან, იმით რომ გააღრმავოს ურთიერთობებს სხვასთან ნახავთ, ალბათ ვიზიტების გეოგრაფიაც ამას აჩვენებს, ხო? ხდება, ასე ვთქვათ, გადანაცვლება აღმოსავლეთისკენ. ჩინეთს ერთი დიდი პრიორიტეტი აქვს ზოგადად ამ რეგიონში და ეს არა მარტო საქართველოს ეხება, მას არ აქვს წარსული იმპერიული ასეთი, ასე ვთქვათ, მეხსიერება აქ არ არის ჩინეთთან ასოცირებული. ამიტომ ჩინეთთან ასოცირდება ძირითადად ფულის შემოსვლა, განვითარება, რაც არ არის მართალი, ამას მოყვება რა თქმა უნდა სერიოზული პოლიტიკური გავლენაც, მაგრამ ფართო მეხსიერებაში არ არის პრობლემა პოლიტიკური
და იმპერიული გავლენა არ ასოცირდება ჩინეთთან რუსეთისგან განსხვავებით. ამიტომ ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორც ქართული ოცნება ჩინეთი არის ბევრად უფრო მისაღები და მარტივი არჩევანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადვილია ამის გამართლება, ვიდრე თქვა რუსეთთან სხვა ხელშეკრულებების გაფორმება. ნატალია, დიდი მადლობა დაველოდოთ რა გაგრძელება ექნება საუდის არაბეთში დაწყებულ მოლაპარაკებას და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის როგორ დაალაგდება საერთაშორისო ფაქტორები. მადლობა ნატალია საბანაძეს, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.